როგორ მივაჩვიოთ ბავშვი უგლუტენო კვებას. ნაწილი პირველი. არ აუკრძალოთ, არ მოატყუოთ, არ შეაშინოთ. აკრძალვა გლუტენს უფრო საინტერესოს გახდის. მოტყუებისას აუცილებლად სადღაც ჩაიჭრებით და შეშინება ზოგადად ცუდი საქციელია და შედეგსაც არ გვაძლევს. ლექსიკონში შემოიტანეთ სიტყვები გლუტენიანი და უგლუტენო. აუხსენით, რომ არსებობს რაღაც, რაც არის უგლუტენო და მისთვის ძალიან სასარგებლო. მიეცით мотиваცია. უპოვეთ რაღაც სურვილი, რაც ძალიან უნდა რომ აუსრულდეს. მაგალითად, ანიკას შემთხვევაში ეს იყო გრძელი თმები. ეს მომენტი დავიჭირეთ და ვუხსნიდით, რომ თუ უგლუტენო საკვებს შეჭამდა, აუცილებლად გაეზრდებოდა გრძელი და ლამაზი თმები და ეს არ იყო ტყუილი. როგორც კი გადავიდა უგლუტენო კვებაზე, მართლაც ძალიან სწრაფად დაიწყო მისმა თმამ ზრდა. ნებისმიერი რამ, რაც მათ უნდათ, ეს იქნება სწრაფად სირბილი, ძლიერი კუნთები, რომ არ დაიღალონ, რომ უფრო ენერგიულები იყვნენ, რომ უფრო ბევრი რამის გაკეთება მოასწრონ, უფრო ბევრი თამაში მოასწრონ. ამ ნებისმიერი мотиваტორის პოვნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უგლუტენო დიეტის დაცვისთვის. ნუ გაუბრაზდებით თუ შემთხვევით გლუტენიან საკვებს შეჭამს, ან მოიპარავს, ან უბრალოდ შეეშლება. სხვათა შორის მაისი ცელიაკიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. 16 მაისი კი საერთოდაც ცელიაკიის საერთაშორისო დღეა. აუცილებელია ხმამაღლა ვისაუბროთ ცელიაკიაზე, იმისთვის რომ ისევ და ისევ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა კომფორტულ გარემოში ვიცხოვროთ.